წმინდა ბასილი დიდი, ჰომილიები 6 დღისათვის. ნათობი ღვთისმეტყველებისა. მეოთხე საუკუნე ქრისტიანობის ისტორიაში გამორჩეული აღმოჩნდა. ამ საუკუნის დასაწყისში რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემულმა ედიქტებმა ბოლო მოუღეს წარმართების მხრიდან ქრისტიანთა სამსაუკუნოვან დევნას. ქრისტეს მიმდევრებმა თავისუფლად ამოისუნთქეს და ფიქრისა და აზროვნებისათვის მოიცალეს, მაგრამ სულ მალე ახალი საფრთხე გამოჩნდა. იესო ქრისტეს მტრებმა ყველაზე ვერაგულ ხერხს მიმართეს, კერძოდ შუღლისა და განხეთქილების დათესვას თავად ქრისტიანთა შორის. ამ ხერხმა ყველაზე უკეთ გაჭრა. ეკლესიის მთლიანობას სრულ მოძღვრებათა წყალობით საშიში ბზარი გაუჩნდა. ერთი მეორეზე მიყოლებით წარმოშობილ ერესებს შორის ყველაზე მძიმე შედეგები არიოზობამ მოიტანა. ალექსანდრიელმა მღვდელმა არიოზმა დაუფარავად მიიტანა იერიში სამების მეორე ჰიპოსტასზე, ძეღმერთზე და მისი მამასთან ერთარსობა უარყო. სამწუხაროდ კონსტანტინე დიდისაგან განსხვავებით, მისი მომდევნო იმპერატორები არიოზის მწვალებლური მოძღვრებისაკენ იხრებოდნენ. სახარების განმარტების სურვილი ხალხსაც გადაედო. ყველას უნდოდა ესწავლებინა და არავის ესწავლა. თუ დევნა წარმართი იმპერატორების მხრიდან ქრისტიანებს ერთ მეგობრულ ოჯახად ამჭიდროვებდა, ერესის ბოროტება იმაში იყო, რომ თავად ქრისტიანებს აშორებდა ერთმანეთს შეგნებულად დათესილი ღვარძლითა და სიძულვილით. სწორედ ამ რთულსა და მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა ბასილი დიდს, მსოფლიო ეკლესიის მოძღვარსა და მასწავლებელს. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა ნათლად წარმოგვიდგენს ერთ-ერთი რჩეული მამის დიდებულ პიროვნებას. ერესებთან ბრძოლაში იგი ურყევი და მტკიცე იყო, ღარიბებისა და ჩაგრულთადმი დიდად გულუხვი და მოსიყვარულე. დუმილი მისი კეთილშობილური იყო, ხოლო ქადაგებანი გენიალური, სულიწმინდის მადლით აღბეჭდილი. ზედწოდება დიდი მან მიიღო იმ დიდი ღვაწლის გამო, რომელიც მართლმადიდებლური რწმენისა და ეკლესიის სიტყვითა და საქმით დაცვაში მიუძღვის. ბასილი დიდი დაიბადა 329 წელს მცირე აზიაში, კაბადოკიის ქალაქ ნეო-კესარიაში, რომლის შესახებაც გრიგოლ ნაზიანზელი წერს. სხვანი ქალაქნი სხვას არასმეზე და მოკადულ და შემკულ არიან, ხოლო ესე სიბრძნესაზე და სიტყვათასა. ცხოვრებაი ბასილი დიდისა. ბასილი დიდის ცხოვრების გადმოცემასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ მისი ეროვნული წარმოშობის საკითხი. წმინდა ბასილის ცხოვრებაში, რომელიც ტრადიციით ამფილოქე იკონიელს მიეკუთვნება, ათენში სწავლის მისაღებად წასულ ბასილზე ნათქვამია. მუნთქვესვე დაუტევა ქვეყანა ითვისი, რამე თუ კაბადოკიელი იყო ნათესავით და მივიდა დედასა სიტყვათასა ათენს. ნათესავით კაბადოკიელი გულისხმობს არა იმას, რომ იგი ამ მხრიდან იყო, არამედ იმას, რომ იგი მოდგმით, ტომით იყო კაბადოკიელი. დაიბადა იგი მტკიცე ქრისტიანული ტრადიციების მქონე ოჯახში. ქრისტიანები იყვნენ არა მხოლოდ მისი მშობლები, არამედ ბებიაცა და ბაბუაც ორივე მხრიდან. მამასაც ბასილი ერქვა და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი იყო. იგი მთელ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და შეძლებულ კაცად ითვლებოდა. ცოლი მისი ემილია, ცნობილი გვარის შვილი, სილამაზითა და სათნოებით გამოირჩეოდა. ბასილისა და ემილიას 10 შვილი შეეძინათ, 5 ქალი და 5 ვაჟი. უფროსმა და მაკრინემ საქმროს სიკვდილის შემდეგ ქალწულობის აღთქმა დადო და მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო ვაჟებიდან 3 ცნობილი საეკლესიო მოღვაწე გახდა. ბასილი დიდი, მიტროპოლიტი კესარიისა, გრიგოლი, ეპისკოპოსი ნისისა და პეტრე მღვდელმთავარი სებასტიისა. წმინდა ბასილს პირველ დაწყებითი განათლება ბებია მაკრინემ მიაღებინა, რომელიც პონტოში საგვარეულო მამულში ცხოვრობდა. როცა წამოიზარდა, მისი განათლების შემდგომ საქმეს სათავეში მამა ჩაუდგა. მამის ხელმძღვანელობით ეზიარა ანტიკური კულტურის თავისებურ სილამაზეს. განსაკუთრებული ინტერესი მან ლიტერატურისა და მჭერმეტყველების მიმართ გამოამჟღავნა. ამიტომ მამამ ხარჯები არ დაიშურა მისი განათლების სრულყოფისათვის და შვილი კაპადოკიის დედაქალაქში, კესარიაში გაგზავნა. აქ შეხვდა იგი გრიგოლ ნაზიანზელს და აქ დაიწყო მათი მეგობრობა. კესარიიდან კონსტანტინოპოლში წავიდა,
ხოლო იქიდან ათენში. მიუხედავად იმისა, რომ ათენს დაცემის ხანა ედგა, იგი ამ დროისათვის მაინც მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. აქ მოდიოდნენ ახალგაზრდები ყოველი მხრიდან ორატორებისა და ფილოსოფოსების მოსასმენად. გარდა ფილოსოფიისა და ჭერმეტყველებისა, აქ სწავლობდნენ ისინი საერთო განმანათლებლურ საგნებს და გამოყენებით ხელოვნებასაც კი, მაგალითად მედიცინას. ათენში წმინდა ბასილმა დაახლოებით 5 წელი დაჰყო, რომლის განმავლობაშიც მას გულმოდგინედ შეუსწავლია ყველა მეცნიერება. ამაში დაგვეხმარება ყველა, ვინც კი მის შემოქმედებას თუნდაც ნაწილობრივ იცნობს. ეს წლები ძირითადად მან თავისი მეგობრის, გრიგოლ ნაზიანძელის გვერდით გაატარა. ისინი ერთად დადიოდნენ სასწავლებელში, ეკლესიაში, ერთად ოცნებობდნენ ასკეტურ ცხოვრებაზე. ასე რომ, ათენმა ბასილიდიც მრავალმხრივ განათლებასთან ერთად საუკეთესო მეგობარიც მისცა. სწავლის გასრულების შემდეგ იგი კესარიაში დაბრუნდა. გადაწყვეტილი ჰქონდა აქ დიდხანს არ დარჩენილიყო, მაგრამ მაინც დარჩა მოქალაქეთა თხოვნით, რომელთაც მისი ორატორული ხელოვნების ნიმუშთა გაცნობა სურდათ. ჭერმეტყველებამ მას დიდი სახელი მოუპოვა. ამგვარმა ცხოვრებამ ისე გაიტაცა, რომ შეშფოთდნენ მისი და მაკრინე და მეგობრები გრიგოლ ნაზიანძელი და ევსტათი სებასტიელი. საბედნიეროდ საერო ცხოვრებით ეს გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა. თავად ბასილი დიდი დაწვრილებით აღწერს თავის მდგომარეობას ამ პერიოდში და მას ღრმა ძილს ადარებს. ამ ძილიდან გამოღვიძება სულიერ განათებასაც ნიშნავდა. დაახლოებით 30 წლის ასაკში იგი მოინათლა და მონაზვნური ცხოვრების ახლოს გასაცნობად ეგვიპტესა, პალესტინასა და მესოპოტამიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობამ მას გაუღრმავა მოკრძალება ასკეტებისადმი და განუმტკიცა გადაწყვეტილება მიებაძა მათთვის. სამშობლოში დაბრუნებულმა თავისი გადაწყვეტილება აღასრულა კიდეც და დამკვიდრდა უდაბურ, მაგრამ ულამაზეს ადგილას, მდინარე ირისის ნაპირთან. მასთან ერთად იყო ყველა მისი ახლობელი, ვისაც მონაზვნური ცხოვრება ეწადა. გარდა გრიგოლ ნაზიანძელისა, რომელმაც ღრმად მოხუცი მშობლები ვერ მიატოვა. წმინდა ბასილი თავის სულიერ ძმებს მკაცრი მონაზვნური ცხოვრების მაგალითს აძლევდა. მისი საწოლი შიშველი მიწა იყო, ხოლო ძილისათვის განკუთვნილ დროს ხშირად ლოცვაში ატარებდა. იკვებებოდა პურითა და მარილით, სვამდა მხოლოდ წყალს. გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომელიც ხშირად აკითხავდა თავის მეგობარს და რამდენიმე ხნით რჩებოდა კიდეც მასთან, ამ განმარტოებულ ცხოვრებაზე საუკეთესო მოგონებები შემორჩა. ოհ, ვინმემ ისევ რომ გადამისროლოს წარსულში, როცა შენთან ერთად ვნებივრობდი ტანჯვითა და მძიმე ცხოვრებით. მაგრამ მისი ამგვარი გამარტოებული ცხოვრება დიდხანს არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, რადგან ერეტიკული მიმდინარეობებისაგან შევიწროებული ეკლესია აქტიურ მოღვაწეობას მოითხოვდა. გამარტოების მეორე წელს წმინდა ბასილი ეკლესიაში მკითხველი გახდა. კესარიის ეპისკოპოსი დიანიოსი ოცნებობდა დაენახა მასში თავისი მემკვიდრე, მაგრამ მისი ამ კეთილშობილური გეგმის განხორციელება თავად მისმავე დაუფიქრებელმა საქციელმა გადადო. მან მართალია არაშეგნებულად, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი რწმენის არიოზულ სიმბოლოს, რომელიც რიმინში მიიღეს და რომელიც არიოზელმა იმპერატორმა კონსტანტიმ ძალით მოახვია თავს ეპისკოპოსებს. ეს ნაბიჯი დიანიოს კეთილშობილურმა სურვილმა გადაადგმევინა, კერძოდ ეკლესიის შიგნით მშვიდობის დამყარებაზე ზრუნვამ. მიუხედავად ამისა, ბასილი დიდი მაინც გაანაწყენა დიანიოსის საქციელმა და კვლავ განმარტოვდა ჯერ ნაზიანსში, გრიგოლ ღვთისმეტყველთან, ხოლო შემდეგ თავის მონასტერში, პონტოში. მაგრამ მოვლენების განვითარებამ მოხუც ეპისკოპოსთან შერიგება აიძულა. 361 წელს ტახტზე ავიდა იულიანე, რომელიც აშკარად მტრობდა ქრისტიანობას. ქრისტიანებს კვლავ დაემუქრა დევნა და შევიწროება. ამგვარ ვითარებაში დიანიოსმა დაიბარა ბასილი დიდი. დაარწმუნა, რომ არიოზულ მრწამსზე ხელი მხოლოდ გულწრფელმა სურვილმა მოაწერინა და ისინი შერიგდნენ. 362 წელს დიანიოსი გარდაიცვალა. კესარიის საეპისკოპოსო კათედრა ჩაიბარა ევსევიმ, რომელიც მართალია ზნეობრივი პიროვნება იყო, მაგრამ საღვთისმეტყველო განათლება აკლდა. მას შეგნებული ჰქონდა რა თავისი მდგომარეობა,
ბასილი დიდი თანაშემწედ დაიტოვა და 364 წელს მღვდლადაც აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შრომა წმინდა ბასილის მხრებზე გადადიოდა და ევსევის უკეთეს თანაშემწეზე ოცნებაც კი არ შეეძლო, მათი ურთიერთობა მაინც გამწვავდა, რომლის მიზეზი ეპისკოპოსის შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა გახდა. ჭეორმეტყველების ღვთისაგან მიმადლებული ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდა მოძღვარმა ჭრდილში მოაქცია ეპისკოპოსი. ქრისტიანულმა სათნოებამ აიძულა წმინდა ბასილი დაეთმო ევსევისათვის და იგი გრიგოლ ნაზიანზელთან ერთად პონტოს მონასტერში განმარტოვდა. ამასობაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი არიოზის მიმდევარი ვალენტი გახდა. არიოზობისათვის გამარჯვების მოსაპოვებლად მან დაიწყო პროვინციებში მოგზაურობა. იმედოვნებდა რა, რომ ძალითა და მუქარით დაიმორჩილებდა ეპისკოპოსებს. ევსევი მიხვდა, რომ მარტო ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ვალენტის და დახმარებისათვის გრიგოლ ღვთისმეტყველს მიმართა. მან თავის მხრივ წმინდა ბასილი და ევსევი ერთმანეთს შეარიგა. ამ პერიოდში განსაკუთრებული სისრულით გამომჟღავნდა ბასილი დიდის ნიჭი, როგორც მჭერმეტყველისა, საეკლესიო საქმეთა ორგანიზატორისა და ქველმოქმედისა. მის წარმოთქმულ სიტყვებს უჩვეულო ძალას ანიჭებდა ჭეშმარიტება, რასაც ზედერთოდა მისთვის დამახასიათებელი ხატოვანი აზროვნებაც. ყოველი ქადაგება ავტორის დიდ შინაგან ძალაზე მეტყველებდა. ამ დროს წარმოთქვა სწორედ ცნობილი 9 ჰომილია შესაქმის 6 დღეზე. 6-თა დღეთათვის. ძალიან ხშირად იგი სიტყვას ადამიანებისათვის ნუგეშის საცემადაც იყენებდა. მაგალითად, ამ მიზნითაა წარმოთქმული სიტყვა გვალვის დროს, რომელიც კაბადოკიას თავს 368 წელს დაატყდა და დიდი შიმშილობაც გამოიწვია. ბასილი დიდის საქციელმა ყველა დაარწმუნა, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო. მან გაყიდა მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო მამული და მასში აღებული ფულით მშიერ კესარიელებს, მათ შორის იუდეველებსაც კვებავდა. 370 წელს ევსევის გარდაცვალების შემდეგ იგი კესარიის ეპისკოპოსი გახდა. მოშურნენი და მტრები არ ცხრებოდნენ, განსაკუთრებით მძიმე იყო მათი ცილისწამება, ვინც მართლმადიდებლობისაგან გადახოვას აბრალებდა. ყოველდღიურ მძიმე შრომაზე მეტად, როგორც ჩანს, ჭორებმა და ცილისწამებებმა იმოქმედეს მის ჯანმრთელობაზე. მე დავიწყე ცხოვრება, რომელიც არა მხოლოდ ჩემს სხეულს აუძლურებს, არამედ წყენას აყენებს სულსაცო, წერდა გულნატკენი ძმას. მას ჯანმრთელობა შეერყა და მზად იყო ფსალმონის მგალობელთან ერთად ემეორებინა, ყოველი კაცი ცრუ არს. მიუხედავად ამგვარი მძიმე ტვირთისა, ქრისტიანულ სათნოებას ერთხელაც არ უღალატია მისთვის. პასუხის გაუცემლად, მოთმინებით იტანდა მტრობას, რამაც შედეგიც კარგი გამოიღო. მრავალი ეპისკოპოსის მტრობა მის მიმართ ერთგულებითა და მორჩილებით შეიცვალა. მისი გასაოცარი უნარი პატიებისა ცილის მწამებლებს აეძულებდა ფეხებში ჩავარდოდნენ, შენდობა ეთხოვათ და მისთვის პატრიარქი და კანონმდებელი ეწოდებინათ. მისი ცხოვრების წესი ბერს უკარგავდა ცილისწამებათა გავრცელების ხალისს. არ ჰქონდა არავითარი ქონება გარდა წიგნებისა და იმ ტანსაცმლისა, რომელსაც ატარებდა. ცხოვრობდა მეტისმეტად უბრალოდ, ლოცვისაგან თავისუფალ მთელ დროს სამუშაოს ანდომებდა. ეპარქიას მართავდა, ქადაგებდა, წერდა, ხალხს ერეტიკული სამოქალაქო ხელისუფლების უსამართლობისაგან იცავდა, კაცრად დევნიდა დიაკვნებისა და ხუცესების ხელდასხმას ფულით, რითაც ხელი შეეწყო ეკლესიაში ღირსეულ პირთა რიცხვის გაზრდას. კესარიის მახლობლად მან ააშენა მთელი ქალაქის საქველმოქმედო დაწესებულებებისა. აქ იყო სახელოსნოები, საავადმყოფოები, იზოლირებული თავშესაფრები კეთროვნებისათვის, მოგზაურთა მიმღები სახლებიც. ასეთი დაწესებულებანი მისმა ქვეშევრდომმა ქორეპისკოპოსებმაც დააარსეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი შეურიგებელი, თავდაოზოგავი ბრძოლა არიოზობასთან, რამაც იგი მართლმადიდებლური ეკლესიის ბურჯად აქცია. იმპერატორმა ვალენტიმ მას არიოზელი ეპისკოპოსების თანხლებით თავისი კარის დიდი მოხელე მოდესტი გაუგზავნა. მოდესტსა და წმინდა ბასილს შორის გაიმართა საუბარი, რომლის დროსაც პრეფექტის გაღიზიანებამ და სიძულვილმა ვერ შეარყია სიმშვიდე და სიმტკიცე ეპისკოპოსისა. პრეფექტის ცდა დაეყოლებინა ბასილი დიდი ქონების კონფისკაციისა და განდევნის მუქარით უშედეგო აღმოჩნდა. რომელი ქონება უნდა ჩამოერთვათ, რის მფლობელი იყო,
ან სად უნდა განედევნათ, სადაც უფალი არ იქნებოდა მისი შემწედა მფარველი. იმპერატორმა გადაწყვიტა თვითონ ენახა კესარიის ეპისკოპოსი და აი 372 წელს შუბოსანთა რაზმის თანხლებით ვალენტი კესარიის ეკლესიაში აღმოჩნდა. ღვთისმსახურება გაგრძელდა და იმპერატორის გამოჩენას მასში არავითარი ცვლილება არ გამოუწვევია. უძრავი დარჩა თავად ეპისკოპოსიც, რომელიც ამ დროს მწყემსთავრის შესამოსელით და ხელში კვერთხით პირით ხალხისაკენ იდგა. წყობრი ღვთისმსახურების დიდებულებამ და არამიწიერმა სილამაზემ, თავად ბასილი დიდის კეთილშობილურმა, შინაგანი სინათლით გაბრწყინებულმა გარეგნობამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს იმპერატორზე. მისი მღელვარება აშკარა გახდა, როცა წინ წაიწია, რათა წესისამებრ თავისი შესაწირი მიეტანა ტრაპეზზე. ამ წუთს შეშფოთებით თადევნებდნენ თვალს მლოცველებიც. როგორ შეხვდებოდა წმინდა ბასილი მის ძღვენს, მიიღებდა თუ არა. ბასილი დიდმა მიიღო ძღვენი და შემდეგ ვალენტის საკურთხევლის ფარდის უკან რწმენის საკითხებზე ესაუბრა. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი იგონებს, ამ საუბარს იმპერატორზე ისე დიდი გავლენა მოუხდენია, რომ მან ხელი აიღო განზრახვაზე არიოზის მიმდევრად ექცია ბასილი დიდი. თუმცა რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება საბოლოო როდი გამოდგა. მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დევნა არც ამ შემთხვევის შემდეგ შეწყვეტილა. განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება წმინდა ეფრემასურის მიერ აღწერილ წმინდა ბასილის ღვთისმსახურებას. იგი მოგვითხრობს, რომ როცა ერთხელ კაბადოკიის რომელიღაც ქალაქზე გადადიოდა, მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: „ადექი ეფრემ და წადი, რათა აზრებით იკვებო“. „სად უნდა ვიპოვო ისინი უფალო?“ შეეკითხა ეფრემი. „შედი ჩემს სახლში და იქ იპოვე სამეუფო ჭურჭელს შენთვის შესანიშნავი საზრდელით“. ეფრემასური მართლაც შევიდა ეკლესიაში და იხილა ამბიონზე მდგარი მქადაგებელი მთავარ ეპისკოპოსი, რომელსაც მხარზე თითქოს ყურში ჩაშურშულებსო, თოვლივით ქათქათა მტრედი ეჯდა. მაშინ იგი მიხვდა, რომ კესარიაში იყო და ბასილი დიდს უყურებდა. როგორც ეფრემასური იგონებს, ამ დროს ეკლესიაში მთელი კრებული ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. ბასილი დიდის სიცოცხლის ბოლო წლები ერთი ხანგრძლივი ავადმყოფობა იყო. იგი ხორციელმა კი არა, სულიერმა ტკივილებმა დააუძლურა. ისე მტკივნეულად განიცდიდა ეკლესიაში არსებულ განხეთქილებასა და მომძლავრებულ ერესს. როგორია ჩვენი მდგომარეობა? სიყვარული გაცივდა, სწავლება ჩვენი მამებისა განადგურდა, რწმენის ხომალდი მრავალგზის დაიღუპა, კეთილმორწმუნეთა ბაგენი დადუმდნენ. წერდა იგი თესალონიკის ეპისკოპოსს. ეს სიტყვები ეკუთვნის მას, ვინც მცირე აზიაში, ისევ როგორც ათანასე დიდი ალექსანდრიაში, არიოზების განმტკიცებისა და გამარჯვების პროცესს წინ აღუდგა და შეაჩერა. ბასილი დიდი გარდაიცვალა 379 წლის 14 იანვარს. მისი გარდაცვალების დღეს უფალმა სასწაული დაუშვა. სამედიცინო ხელოვნების ბრწყინვალე მცოდნე ებრაელი იოსები, რომელიც კარგად იცნობდა წმინდანს, ესტუმრა მას და უწინასწარმეტყველა, რომ მეორე დღემდე ვერ მიაღწევდა. კერძოდ უთხრა: „თუ შენ ხვალემდე იცოცხლებ, მე მოვინათლები იმის სახელით, რომელსაც მხოლოდ თავისი ღვთაებრივი ძალის წყალობით შეუძლია გაგიხანგრძლივოს სიცოცხლე“. მაშინ წმინდა ბასილიმ უკვე გაციებული ხელები აღაპყრო და იესო ქრისტეს შეევედრა. მისი მომაკვდავის სხეულისათვის რამდენიმე საათის სიცოცხლე მიეცა, რათა კიდევ ერთი სული გადარჩენოდა წარწმედას. მეორე დღეს წმინდანი რომ ცოცხალი იხილა, იოსები მისი საწოლის წინაშე მუხლებზე დაეცა და მონათვლის სურვილი გამოთქვა. ავადმყოფმა უპასუხა: „მე თავად მოგნათლავ“. ნათლობა 3 საათამდე გაგრძელდა. ამავე დღესვე იგი გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები უფლისადმი იყო მიმართული: „შენს ხელებს გადავცემ სულს ჩემსას“. შემთხვევითი როდი იყო, რომ ბასილი დიდის დასაფლავებამ ყველა გააერთიანა. მის ცხედარს მიაცილებდნენ ქრისტიანებიც, წარმართებიც და იუდეველებიც. ბასილი მაღალი და დიდებული სვეტია უფლის ეკლესიისა, ნათობი ღვთისმეტყველებისა, სილამაზე იერარქიისა, ჭეშმარიტი კაცი მამა ღმერთისა, ანთებული მაცნე მხოლოდ ჩობილისა, საყრდენი და სახლის მმართველი სულიწმინდისა, სასახლე გონებისა, საგანძური შემეცნებისა, მასწავლებელი ღმრთის მოშიშებისა. ბასილი დიდი
მეფური საყვირია ღმრთის სიტყვისა. ამფილოქე იკონიელი. კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის უბრწყინვალესი ეგზეგეტიკური თხზულების 6 დღეთას ახალი თარგმანი ქართულ ენაზე შემოკლებული სახით პირველად ამ 10 წლის წინ დაიბეჭდა საპატრიარქოს გაზეთ მადლში, ხოლო მისი სრული და დაზუსტებული თარგმანი ორჯერ გამოიცა 2000 წლის საეკლესიო კალენდარსა და ბასილი დიდის თხზულებებში, ფსალმუნთა კომენტარებთან ერთად. აქვე შევნიშნავთ, რომ წმინდა ბასილი დიდის 6 დღეთა სამყაროს შესაქმის მხოლოდ მშრალ კომენტარებს როდი წარმოადგენს. ამ საოცარი წიგნის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ მასში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბასილი დიდი ღვთისმეტყველებისა და სარწმუნოებრივ მცნებათა სირთულეს, მკითხველების გულებთან მისატანად პოეტური სიტყვით შეატკბობს. ნათობების შექმნასთან დაკავშირებულ კომენტარში ვკითხულობთ. თუ კი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიოთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმა გიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება. და კიდევ, თუ კი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია, მაშინ მოსულ ხარ გამზადებული მსმენელი და ღირსი იმისა, რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენიცად შეავსო. აი კლასიკური მაგალითი ღვთისმეტყველების მხატვრული სიტყვით შეტკბობისა. ქართველი მკითხველისათვის მისი ტექსტი უცნობი როდია გიორგი მთაწმინდელის შესანიშნავი თარგმანის წყალობით. მიზეზი 6 დღეთას ხელახლა თარგმნისა იყო სურვილი მისი ამეტყველებისა თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაზე, რათა მკითხველთა ფართო წრისათვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბიბლიასავით უბერებელი ტექსტი დიდი ბასილისა. ჩვენ არა გვაქვს უფლება ჩვენი უძლურებისა გამო გავიმეოროთ გიორგი მთაწმინდელის ანდერძის სიტყვები, რომელიც მან თავის თარგმანს მიაწერა. დაესრულა 6 დღეთაი წმიდისა ბასილისი ბრწყინვალედ და ღვთივშვენიერად მადლითა სულისაწმინდისაითა, მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია გავიმეოროთ სიტყვები ამავე ანდერძიდან. და თუ რაზომნი ღვაწნი გვინახავნ ამისა თარგმანსა, იგი ღმერთმა იცის, რამე თუ აღურაცხელად ღრმა იარს და შეუკადრებელი. შეგვიწყალო სულფალმა იესო ქრისტემ, რომლის არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, რომ შეუკადრებელს შევკადრეთ და გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ბასილი დიდის თხზულებების ხელახლა თარგმნა გავბედეთ. თარგმნელი